ჩაენებურები ხართ? Куда მტყიდან მოდიხარ? ხარები ხომ არ გინახავთ? საით წავიდნენ და დილა უთენია დავეცე. არა, მაინც რაღაც სოფი იყო. დიდი ზარალია. უმეტესწილად ატკნები და დედაცხრები აუწყობთ. რას მემშტერები ხართ? რა ხედავთ? საფლავს ვთხარი ჩემთვის. გაინტერესებთ რატომ? ერთი ძმა მყავდა. ლაშა ერქვა. მოფერებით ლაშიკოს ვეძახდით. და ისე რომ მოჯახში არავინ იცოდა. მოხალისეთ წავიდა ომში. და იქ სოხუმთან დაიღუპა. ეს ამბავი მშობლებმა ვერ გადაიტანეს. Oda, ai, sapnas uitari, četus. Mitas homais mokat.
მოგეშინებ. აჯობებდა შენი ძმის სულის საუხად. პატარა ბავშვი გეშვილა. ის სახელზე გაზრდა. ძმასავით ხუჭუჭთმიანი ცისფერთვალება ბიჭუნა მეშვილა არა კარგი იქნებოდა მე რომ შემეძლოს გავფრინდებოდი იქ, სადაც მხოლოდ დრონი მეფობენ. მე რომ შემეძლოს გავფრინდებოდი და galaktikis ერთ პატარა კუნჭულს შევიცნობდი, საიდანაც მზე ამოდის და სხივებს გვაყრის. მე რომ შემეძლოს ვიქნებოდი იქ, სადაც მეტი თავისუფლება და სადაც დრონი მეფობენ მხოლოდ. Peki kaphaus. მახსოვს მამა მეუბნებოდა. უკვე დიდი გოგო ხარო. და მეც ისე გავიზარდე, რომ ვერც კი გავიგე. თითქმის ყოველდღე ვაპირებ სხვაში გავიდე. დრო ყველაფრის მკურნალია. 1000 და 10000 ხელმოწერა გაკეთდა, რომ მშვიდობამ დაისადგუროს სხვაში, ძასა და დედამიწაზე, მაგრამ ამაოდ. ვის მოთხოვო ჩემი ტკივილი, სად ვეძებო ჩემი ძმის, მშობლების მკვლელი, თუმცა დრო ყველაფრის მკურნალია. იმ დღეს ეკონომიკის სამინისტროდან მოვიდნენ. ესი ალქანი მოყვირდა მილიონად, რესტორანი უნდა გაუხსნათო. წაედ ჩამეცინა. მოვა დრო, ჩავუშვებ ღუზას და ჩემს მშობლიურ მხარეს გავემგზავრები. მანამდე კი ვიფიქრებ და ვიოცნებ. როგორ გეძინათ? რამდენჯერ უნდა ვთქვა? ჩიტივით ფრენა მინდა. სიზმარი ვნახე. არემარე ღვთაებრივი ნიჭით იყო გაბჭყვალებული. გაღიმებული ადამიანები ხალისობდნენ და ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ. მერე უცებ კოკის პირულ წვიმაში სახეები გაუბოროდდათ. ერთი მეორეს მუშტი და დანაჩანგლები დაერივნენ და მზისათინაც გული დაუსერეს. თვალსა და ხელებს შორის ჩამაკვდა იგი. ტიროდი, დიდხანს ვტიროდი. სიზმარში ტირილი კარგია. ნატრის თვალი ვიპოვე. ჭინკა მათმუარაში. მე კი არ ვინატრებდი. ვიცი და მჯერა რომ სახიობი გავხდები. ჩემი დღის რეჟიმი დატვირთული იქნება სასიამოვნო შეხვედრებით, სადილე ცნობილ ადამიანებთან, პროდიუსერებთან, ჟურნალისტების თავხედური და მომაბეზრებელი შეკითხვებით. მიწვევა ჰოლივუდის სტუდიაში მთავრობს. შემდეგ გამარჯვება. ოსკარი. გათხოვება 7ჯერ და ბოლოს დავწერ ავტობიოგრაფიულ წიგნს. ჩემი ნატრის თვალი მარტოობაში ებადება სულიერება, ლექსები, ჩანახატები. მაგრამ ხედავ, რომ ჩემი წიგნი ბევრს არ აინტერესებს. არა და მე ხომ თქვენთვის წერ.
კარგად მახსოვს ბავშვობაში მეგობარმა ნატრის თვალი მაჩუქა. ცილის წინ ბალიშის ქვეშ დავდებდი ხოლმე იმ პატარა და ბწყინავ სადანს. ვამბობდი რომ ხვალე სამყაროში არც ერთი ადამიანი აღარ მომკვდარიყო. სიხარული ყოფილიყო ყველგან. სიხარული და ბედნიერება. კარგია. ზღვის სანაპიროზე პროცესის ბახს გავაშენე. მე რომ ნატრის თვალი მქონდეს. ჩემ მქონდეს და მე ვიყავ. ნაკეჭი ამაიას დედას ვაპოვნინებდი. თქვენ რა სინათლეები? უკანასკნელი მონაცემებით გუშინდელმა სეტყვამ დათბორა მთელი ქალაქი. არის მსხვერპლი. გვას მეხი დაეცა. ზღვა დაჭაობდა. ზღვაში გამეფებული გველეჩაპი გადაყლაპვას გვიპირებდა. სიბნელეს კისერი უნდა მოუღრიხო. უმეცრებას შევებრძოლოთ. გზას როგორ მე გავიკვლევთ. ექიმობანას ვთამაშობდი. მესიზმრებოდა ტკივილისაგან გაფითრებული ავადმყოფები. როგორც სიზმარში, ისე მსურს ცხადშიც, მზის სხივებით ათინათდებოდეს მთელი სამყარო. ბეკო. ობოლ. ბე. ბედნიერი წამის მოლოდინი ძგერდა პატარა გულში. ფიქრებში ჩანდა თითქოს ეს ყოველივე მოხდა თვით გულში. ოცნება ქრება, დარდიკი რჩება მომაკვდავ გულში, ეს ყოველივე თურმე კვდებოდა უბიწოდ გულში. სევდა აბიჯებს არემარეს ფერთვით მუქ ფერებს, არც სულს იბრალებს, მუხანათად მიბოჭავს ხელებს. ოცნებაც კვდება, დარდიკლა რჩება ამუქებს ფერებს, მე კი დავცქერი უიმედო ზეცას და ხეთებს. სახლათაც აღარ მაგდებ. ვერა მცნობიჯო. დედა რა მამიდა. სოფიო მამიდა. ჩემი მამიდა. სოფიო მამიდა. მამიდა კი არა, ბებო ვარ, ბებო, ვიჯო. ბებო. ბალები. ბაბალებებო. ბაბალებებო. ბებო. მომიყევი რა ის ხაპარი. რაინდმა რომ გველეშაპი დაამარცხა. მომიყევი რა. მართლა ვეღარ ამცნობ ბიჭო. მე ხომ შენი მასწავლებელი ვარ. შუბლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ციცო მასწავლებელი. რა შვები? გიჟბოეტავ. ლექსებს კიდე წერ. ციცო მასწავლებელო.
ახლა პოეზია აღარ ავისწირდა. უი მამიკუდა თავი სადილი იწყება. უჩინა სუპი იქნება ეხლა არ წამოხვალ. არა